გამარჯობათ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. განვაგრძობთ ჩვენ გადაცემას. ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც საკითხებიც არის ძალიან საინტერესო ჩვენი საზოგადოებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის. ერთის მხრივ სახელმწიფო აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა არის. ამ ეკონომიკური წინსვლის საფუძველზე ხალხი ბედნიერად ცხოვრობს. აღარ აქვს გაჭირვებული, მშიერი. თბილისის ქუჩებში, ურნებში აღარავინ არ იქექება. მოკლედ, სრული ჰარმონია არის ეკონომიკური კუთხით ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ თუ კი ჩვენ სწორად ყველაფერს შევხედავთ და გავივლით მართლაც თბილისის ქუჩებში და შევხედავთ თვითონ დიდ სუპერმარკეტებში რა მდგომარეობა არის და რა ფასები არის საერთოდ კვების პროდუქტებზე და როგორი მდგომარეობა არის ეკონომიკური კუთხით რეალურად ჩვენ ქვეყანაში, სწორ დასკვნებს გამოიტანთ და სწორ შეფასებებს დადებთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და რა კატასტროფული სოციალურად რომელი გაუკონტროლებელი მდგომარეობა არის ჩვენ ქვეყანაში. დღეს ადამიანები მართლაც თუ მდგომარეობაში არიან. ხალხი შიმშილობს. ხალხი 24 საათი ქუჩაში არიან გამოსული იმისათვის, რომ ლუკმანპური შეიტანონ სახლში და რაღაცა გარკვეული შვება იგრძნოს მათმა ოჯახებმა, მაგრამ ის 24 საათიანი შრომაც კი არ შველის მათ და იმ 24 საათიანი შრომის საფუძველიც კი ვერ აკეთებენ, ვერ ყვებიან სრულად თავიანთ ოჯახებს. რადგან ქვეყანაში არ არის არავითარი აბსოლუტურად შიდა პროდუქტების წარმოება. არ არსებობს სოფლის მეურნეობა. შესაბამისად, დამოკიდებულები ვართ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებზე და ამ სხვადასხვა ქვეყნების დამოკიდებულების საფუძველზე სწორედ ეს იმას ნიშნავს, რომ კატასტროფულად იზრდება კვების პროდუქტების ფასები ყოველდღიურად. ვითომ და იქ რაღაც კომისია შექმნეს, რაღაც ფასების რეგულირების საკითხები დააყენეს, მაგრამ ამანაცა გაამართლა და მანაც ვერ იმუშავა. დღეს ჩვენ ამ საკითხებზე გვექნება საუბარი. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ეკონომისტი, პოლიტოლოგი ბატონი თემურ მაკარიძე. ბატონ თემურ, მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობთ, რომ მომბრძანეთ სტუდიაში ჩვენთან და მე დღეს სპეციალურად შევარჩიე თქვენი სახით ის ადამიანი, რომელმა ადამიანმაც კარგად იცის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები და თუ როგორ შეიძლება აი ამ პრობლემებიდან გამოძვროს ქვეყანა. მოდი დავიწყოთ ბატონო თემურ. რა მდგომარეობაში იმყოფება დღეს ჩვენი ქვეყანა ეკონომიკის კუთხით და შეიძლება თუ არა საერთოდ ერთხელაც ამუდამოდ ამ ქვეყანაში დასტაბილურდეს ეს მიმართულება და მოსახლეობამ იგრძნოს თავი სრულფასოვნად ადამიანად. და რატომ ხდება საერთოდ დღემდე ამდენი წელიწადია ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და აბსოლუტურად არანაირი ჩვენი წარმოება არ გვაქვს ამ კუთხით. და ვართ დამოუკიდებელი სხვადასხვა ქვეყნებში და შეიძლება გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, შეიძლება საერთოდ გამოსწორდეს ამ ქვეყანაში ეს მდგომარეობა? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენ ერთგულ მაყურებელს, მივესალმებით სრულიად საქართველოს. ის თემა ბატონო ტრისა, რაც თქვენ გამოიტანეთ ახლა სამზეოზე და მოსახლეობის გასაგონად, მოსახლეობის გასათვითცნობიერებლად, ზედმეტ ნაკლებად, რასაც მოვახერხებთ, გიპასუხებთ და რასაც შევძლებთ, მივიტანთ აბსოლუტურად სვენერისა და მაყურებლების წინაშე. უღრმესი მადლობა ესეთი შესავლისათვის. თქვენ მე ვიცით, რომ პროფესიონალი ხართ თქვენ საქმეში, მაგრამ არანაკლები შესავალი გააკეთეთ ამ კუთხით. როგორი თემის ირგვლივ და მადლობელი ვარ ნამდვილად და მადლობა რომ მომიწვიეთ და მე მაქსიმალურად ვეცდები რომ მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე ვისაუბრო და არ შემოვიფარგლო იმ ტექნოლოგიებით და იმ ტერმინოლოგიებით რომელიც გაურკვეველი სიტყვებით რა თქმა უნდა ეს საჭიროა იმისათვის რომ ჩვენ მოვახდინოთ ხალხთან დაახლოება და ნდობის ფაქტორის აღდგენა. კი ბატონო.
რაც შეეხება გამოსავალი ყოველთვის არსებობს. რა თქმა უნდა, კი. მაგრამ გამოსავალს ეძებს და პოულობს და ქმნის ის ადამიანი, რომელსაც თეორიაც კარგად ესმის და პრაქტიკული გამოცდილება დიდი აქვს. ანუ პროფესიონალი არის. პროფესიონალი თუ არ არის, ეხლა როგორი ვარიანტია ბატონ ტრესთან იცით? აი პირდაპირ მოსახლეობას მინდა უთხრა. ეხლა ეკონომიკაზეა საუბარი და მე რო დაუწყო ფსიქიატრს ან ნეიროპათოლოგს კამათი ტრანკვილიზატორის ან ანტიდეპრესანტის შესახებ. ეს დაუნიშნე ამ პაციენტს და ეს დაუნიშნე, ეს არის აბსურდი, ხო? ამიტომ ხაზი გაუსვი ზუსტად როგორც თქვენ ბრძანეთ იმ პროფესიონალებს, რომელსაც საერთოდ უკვე ფასი დაედო რა ამ ქვეყანაში და ძალიან იშვიათი არის გამოკვეთილი ეკონომისტი, გამოცდილი პროფესიონალი, იგივე იურისტიც, მაგრამ ეხლა ეკონომიკურ საკითხებზე გვაქვს საუბარი და ყოველთვის ეხლა დღევანდელი მდგომარეობიდან ესე უნდა ყოველთვის ვისაუბროთ და ესე უნდა ხალხამდე მივიტანოთ ადამიანებამდე ეს ჩვენი საინფორმაციო სიუჟეტი, პოლიტიკა და ეკონომიკა ისე არის გადაჯაჭული ერთმანეთთან. იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ დამოუკიდებელ სუვერენული სახელმწიფო. პოლიტიკისა და ეკონომიკის ჯანმრთელი ეკონომიკის გარეშე სუვერენიტეტი არ არსებობს. ზუსტად აი ეს პოლიტიკა და ეკონომიკა არის ქვეყნის სუვერენიტეტის, ანუ დამოუკიდებლობის განსაზღვრელი ფაქტორი. პირველი, აი რომელიცაც აი ნებისმიერ ადამიანთან ვინც არ უნდა იყოს, კიდე საქართველოში მაცხოვრებელი, ან საქართველოს გარეთ, ან ამერიკაში, ან რუსეთში პირდაპირ ვეტყვი, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა განსაზღვრება პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობით სამწუხაროდ, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია დღეს. ესე იგი, ვღებულობთ რას? მხოლოდ დაწერილს ფურცელზე და პრაქტიკაში ჩვენ ვერ ვღებულობთ რა და ვერ ვღებულობთ მონაწილეობას აი ქვეყნის შემდგომ თანაცხოვრებაში. ეხლა რაში არის საქმე? არავინ არ არის მით უმეტეს მოაზროვნე კატეგორია, ხალხის მოაზროვნე კატეგორია იმისგან შორს რომ ქვებს და ტალახს ისროდეს სპეციალურად და ხელოვნურად. ეს ვისი გაკეთებულიც არის ძალიან კარგად ვიცით და მათთან ჩვენი ადგილი არ არის და მათ ჩვენთან არ აქვს ადგილი, მაგრამ ყოველთვის აი ისეთი ანალიზი უნდა გავაკეთოთ და მივაბათ ამ ანალიზს გამოსავლის ფაქტორი. თორე ისე ეხლა ვისაუბროთ რამდენიც გვინდა ბლა 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 და დარჩება ესე იგი საუბარი ისე როგორც ეხლა აქ დღემდე არის და დღემდე მოსული. სად არის გამოსავალი? პრაქტიკული რა გეტყვით. პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადაიდგეს, იმიტომ რომ ეხლა აი გვისმენს ეხლა ჩვენ მაყურებელი, სვენელი და აუტორია ასე თუ ისე განსაკუთრებით შერჩეული ყავთ და მე ვადევნებ თვალყურს თქვენ გადაცემებს, ხალხმრავლობა შემოინიშნება, ტენდენცია ზარდი არის საერთოდ. აი მინდა უთხრა რომ რადგანაც ევროპისკენ მიისწრაფის საქართველოს აქ ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან რა. დაახლოებით არის ძალიან დიდი პაკეტი არის რა 700 თუ 800 მუხლამდე არის საერთოდ. ანუ ვალდებულებები? ვალდებული რა თქმა უნდა ის ყველაფერი გაწერილია იქ რა. ვინ რა უნდა შეასრულოს რომელმა მხარე სად და როგორ და ესე იგი აი რითიც უნდა იხელმძღვანელო რა, რითიც უნდა წაიყვანო სახელმწიფო პოლიტიკა რა, იმიტომ რომ ყოველ გამოსვლაზე ნებისმიერ დროს განცხადება კეთდება ესეთი, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირებული ხელშეკრულება წაიკითხა ეს ხალხმა, აი ყველა გახდა როგორ გითხრათ, პოლიტოლოგი, ეკონომისტი, იურისტი, ძალიან ერკვევიან, მაგრამ ეს იმხელა პაკეტია, ჯერ უნდა გესმოდეს, მაგრამ იქ იყო, მე რომ ჩვენ ეხლა მე ვარ ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ეს არის ეროვნული ერთიანობის სათათბირო და ამას ხელმძღვანელობს საბჭო.
არის 7 კაცით განისაზღვრება ვზივართ ახლა ეგ ეკონომისტიც არის სპეციალისტები და სპეციალისტები და ამ საკითხებს ჩვენ ერთმანეთში ვარ და არის ყოფილი ისეთი საკითხები რომელსაც ჩვენ ვერ გავწვდით და დავიწყეთ კონსულტაციები სხვებთან რა უფრო გამოცდილ უფრო ისეთ ადამიანებთან ეს სათაკილო არ არის ბატონო ტრიტა რა პირით უკეთესია წეღა ვახსენე რა იმ ფსიქიატრს როგორ უნდა უთხრა ტრანკვილიზატორი რა დროს უნდა დანიშნოს ხო ამიტომ კონსულტაციებს გავდივარ და ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ვართ ესეთი ხალხი საჭიროება მოითხოვს აუცილებლობა მოითხოვს და აი ამ დიალოგში მე დაახლოება ხდება და ხდება სიმპათიების მონახვა ურთიერთობების აღდგენა ხდება სპეციალისტებს შორის ხალხს შორის მე რა არის ახლა ну 10 რეგიონი არის და დედაქალაქი ხო ამ ხალხს ეს აინტერესებს რა არის ეს ასოცირების ხელშეკრულება ევროსაბჭო და სულ მოდიან და აი ესეთი ზღვის გიქნებენ წარმოადგენლები რა მაგრამ დავგვით ახლა რაში არის საქმე აი პირდაპირ გეტყვით რა მე მაინც ამოვბეჭდებ მე ამას დაგიტოვებ თქვენ რა აი ამ ხელშეკრულების 79 მე 80 და 91 პუნქტი დიახ აი ერთს წავიკითხავ აი 79-ს პირველი ამ შეთანხმების მე-14 დანარჩი მითითებული დათქმების გათვალისწინებული ჯერეთი დათქმები რა არის დათქმები რა არის რა ესე იგი ეს უნდა იყოს დანართის სახით რომელიც არის მერე და იმას საკითხო უნდა გაცნობა უნდა საქართველოს შეთანხმების ზალაში შესვლის მომენტი და უნდა მიანიჭოს საქართველოს უნდა მიანიჭოს ევროკავშირის შვილობილი კომპანიების ფილიალების და იურიდიული პირების წარმოადგენლების დაფუძნების იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი რეჟიმი ვიდრე იგი ანიჭებს საკუთარ იურიდიულ პირებს მათ ფილიალებს და წარმოადგენლებს ან რომელიმე მესამე ქვეყნის შვილობილ კომპანიას ფილიალებსა და წარმოადგენლებს რომელიც უკვე უკეთესი იქნება ესე იგი პირდაპირ გეუბნებიან რომ აი ერთ-ერთი პუნქტი რომელიც წაიკითხეთ რა პირდაპირ გეუბნებიან რომ მე უნდა მომანიჭო შენზე მეტი უპირატესობა უნდა მომანიჭო და ეს გამოდის რომ მე შენ რასაც მე გიკარნახებ და გეტყვი უნდა შევთანხმდეთ იმაზე და უნდა გააკეთო ის ეხლა რას გვაძლევს ეს შეხედეთ პირდაპირ ესე იგი ეს თქვით რომ უპირატესობა ენიჭება ევროკავშირის შვილობილ ორგანიზაციებს ანუ დაფუძნებულ ამას იმას თავისი აგენტურა ყავს თავისი სპეცსამსახურები ყავს რითაც ის ინფორმაციებს გაწვდის ვითომ ინფორმაციას არა და მუშაობს შესაძინააღმდეგო მაგრამ პლუს ამ ხელშეკრულებაში ისიზდებს რომ შენ ამას რო ასრულებს ესე იგი არ არის შენთვის მომგებიანი პირდაპირ წერია რა ესა რა და უნდა ამოვარდე შენ ესე იგი იზღუდები ეკონომიკის განვითარების მაღალი მაჩვენებლის მიმართ რა ესე იგი შენ უფლება არ გაქვს რომ მაღალი მაჩვენებლის რანგში შენ ეკონომიკა განავითარო ახლა დაუკვირდით ახლა ავიღოთ ამისათვის მაგალითები რომ ცხადი გახლდეს აი ამ პუნქტის ეს არ არის ერთი პუნქტი 79-80 ამ პუნქტს შორის ერთ-ერთი პუნქტი ბულგარეთის მაგალითი ავიღოთ რომელიც არ იყო ევროკავშირის ქვეყანა და დღეს არის ევროკავშირის ქვეყანა მას ჰქონდა წარმოება მრეწველობა ქონდა იდეალურად რა და თავიდან ეს მანამ სადამ ევროკავშირის წევრი რა თქმა უნდა და თავიდან ესე იგი ბულგარეთთან გაფორმდა იგივე ასოცირების ხელშეკრულება და აქცენტი გააკეთეს სუბსიდირებას ესე იგი რადგანაც მე ევროკავშირის შემოვდივარ ბულგარეთში და თქვენ ითხოვთ ევროკავშირში გაერთიანებას ჩვენ ესე იგი რასაც გეტყვით სუბსიდირებას მიიღებთ რის სანაცვლოდ თქვენი მრეწველობის უკვე დასუსტების სანაცვლოდ რა ხო და ამაში ღებულობთ სუბსიდირებას და წარმოიდგინეთ ეს კვების მრეწველობა იმდენად დასუსტდა და იმდენად ესე იგი ვეღარ გაუძღვა ბულგარეთი როგორც სახელმწიფო სუბსიდირების გამო
საერთოდ მრეწველობა მოკვდა ბულგარეთში, ყვების მრეწველობა აღარ არსებობს. როგორ წარმატებული ქვეყანა იყო? რა თქმა უნდა, ეხლა ბულგარული ნაწარმი ცნობილი იყო. აი, ერთ-ერთი მაგალითი მაინც ავიღოთ, როდესაც ბოდიოდა ბულგარული ქათმები, რა, ქათმები, ესე წიწილები, ესე. კი ბატონო. და წარმოიდგინეთ, სუბსიდირებაც კი შეწყვიტეს მერე შეუწყდა, რა. წარმოიდგინეთ. დატოვეს გაყოტრებული. ეს ერთი მაგალითი ეხლა. ეხლა მეორე მაგალითს გეტყვით. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ, რა. ესე იგი, თევზის მრეწველობა იყო განვითარებული, ძალიან მაგრად იყო თევზის მრეწველობა, კიდეც იჭერდნენ, კიდეც გადამუშავება მოხდა და იქაც ანალოგიურად შევიდნენ სუბსიდირებით ეს თევზის მრეწველობა საერთოდ წაიშალა როგორც ქვეყნის, ესე იგი, ეკონომიკური, ერთ-ერთი ეკონომიკური ძალა, აი ეს ქვეყნის მამოძრავებელი და რომელზედაც აკმაყოფილდა და აბსოლუტურად შეწყდა და ეხლა არის გამოკიდებული ჰაერში და კიდევ გეტყვით. შეუწყვეტეს სუბსიდირებას. სუბსიდირებას შეუწყვეტეთ. საბჭოთა კავშირი, როდესაც დაიშალა ლატვიაში, ну, ამ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ატომური ელექტროსადგური მუშაობდა. და ვის დროს იყო აშენებული? ეს იყო აშენებული საბჭოთა კავშირის პერიოდში და ამაზე კიდევ ეხლა არავინ დამიწყოს კამათი, სტალინი არ იყო საქმის ყურში და ყველაფერსაც არ ყვევდა ეს ადამიანი და ძალიანაც მაგრად გააკეთა. ეს იყო ხალხისთვის იყო. ესე იგი, ოკუპირებული დენი თუ იყო, ის არ უნდა ყოფილიყო, რომელიც დაბალ ფასში მოსახლეობას მიეწოდებოდა. გამორთეს, იმიტომ რომ იქვე არ არის მარია კალასი, იქვე არ არის წარმომადგენელი, ეს პრიბალტიკი ის არ არის ბალტიისპირელი, იქ ევროსაბჭოში და ეხლა 300%-ით გაზრდილი ტარიფით იღებენ ისინი ელექტროენერგიას, ანუ დემოკრატიული დენი ქვია. დემოკრატიული დენი. ეხლა რა მოსახლეობას გაუძვირეს ტარიფი. რა თქმა 300%-ით წარმოვიდგენია. აი ესეთი რაღაცეები მოხდება საქართველოშიც რა. ჯერ ნუ ახლა ისეთი რაღაცები მოხდა, ხალხმა არ იცის. ხალხმა არ იცის და ხალხი უბრალოდ ვერ გამოერკვა, ეს საიდან ხდება ამა. საიდან ხდება და აი ვალდებულებები, აი რადგანაც ხელი აქვს მოწერილი და საქართველოშიც რაც მოხდა, იმის მაგალითსაც ვიტყვი. რუმინეთში მაგალითად, რუმინეთში გაუგია ყველას ალბათ ჩაუშესკუს რეჟიმი, აი ეგრეთ წოდებული ჩაუშესკუს რეჟიმი. აუ ასეთია თითქოს დაანგრია ქვეყანა, არა გენაცვალე. ქვეყანა კი არ დაანგრია. 1988 წელს მან დაამთავრა ქვეყნის ამოყვანა საგარეო ვალებიდან. ჩაუშესკუ. იგივე სოფლიო ბანკი და სხვადასხვა სახელმწიფოები, რომელიც საერთოდ მომართული იყვნენ თავიანთი ინტერესი ჩაედოთ რუმინეთში როგორც სახელმწიფოში და ცოტა ახლოს მოსულიყვნენ რუსეთის ფედერაციასთან, საბჭოთა კავშირის დაშლაზედაც არის საუბარი აქ რა. ზუსტად ერთ წელიწადში 1989 წელს ჩაუშესკუ კაცი მიაყუდეს კედელს. კი ბატონო. წარმოიდგინეთ ახლა. შეხედეთ. ეხლა რას მოუტანს ანალოგიური ხელშეკრულება თუ კი ვერ გამოვერკვიეთ და არო, ესე იგი მთავრობა დაშორდა საერთოდ ხალხს და ხალხი ცალკე დადგა და არ უნდა მოხდეს ესე და ამას ჩვენ ძალიან ცუდია, ამას ჩვენ აქტიურად უნდა ვადევნოთ თვალყურს და ჩვენ უნდა ხალხმა ესე იგი გამოვთქვათ სურვილით ისიც და ვაკონტროლოთ ნამდვილად პირდაპირ გეუბნებით კონსტიტუციის შესაბამისად მთავრობა უნდა ავირჩიოთ როცა საჭიროა არა, როცა არ არის მოვთხოვოთ პასუხი კიდევაც და ესა საქართველოს რას მოიტანს. ერთ მაგალითს გეტყვის, რომელიც მოიტანა უკვე. გაიხსენეთ კარგად მიხეილ სააკაშვილის პერიოდი. კახეთში მასიურად დაიწყო ვენახების არჩევნა. ანუ დააფინანსეს ეს ყველაფერი. აი სუბსიდია ვინმე თქვა საერთოდ. ვაზი ესე იგი ანუ ამ ვალდებულებების საფუძველზე, ვალდებულებების ხელშეკრულების საფუძველზე, იმ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყეს კახეთში ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ უნდა აჩეხათ ვაზი. და აჩეხეს ვაზი. იყო ფაქტი იყო. ვაზის აჩეხვა დააფინანსეს. ხო, მაგრამ ეხლა იტყვის ადამიანები, რომ
ნახე თუ როგორ გააშენეს ვაჟი, ვინ გააშენა? თვითონ სააკაშვილიც გააშენა და მისმა სატელიტმა კომპანიებმა და ვინც დაინტერესებული იყო რამოდენიმე ადამიანი, რომელიც როგორ არის? აი იქ არის თქვენ გააშენეთ, ჩვენ ვიმეგობროთ, ოღონდ ეს ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება თქვენ გაატარეთ მაგის რეფორმები. აი ესეთი ვარიანტები. თქვენ მიდით იმოქმედეთ რა, გაძლევთ საშუალებას. წარმოიდგინეთ ეს რა არის? ეს არის ჩამოყალიბებული კაპიტალიზმის ცნება უკვე რა. და ის კაპიტალიზმიც არ არის რა. მაგას ქვია ინკლუზიური კაპიტალიზმი, აი ფაშიზმი რა. პირდაპირ რომ შენ რასაც გინდა იმას აკეთებ უკვე რა. ძარცვა, ყაჩაღობა. რა თქმა უნდა, რომელიც კი ვირდაპირ, აი უკრაინის მაგალითზე ახლა ძარცვა, ყაჩაღობა მიდის უკრაინაში, თელ ევროპაში რა ესე არ მიდის. შეხედეთ, რა მოხდება საქართველოში. ეს სუბსიდირების თანხა თუ შემოვა, დადგება აუცილებლად ეს საკითხი ისევ, რომ გაჩეხონ ვენახები, ციტრუსები, ჩაის თუ სადმე დარჩა. აღარ არის მორჩა. ხო, აღარ. მოგდა. სადღამით, იმიტომ რომ შეხედეთ ახლა ერთ მომენტ ციტრუსი, აგერ აჭარაში იყო, აჭარაში ციტრუსი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით ისე შეწამლეს, ვითომ ფაროსანას წინააღმდეგ ფუტკარიც კი დაგუპეს რა, გაგიჟებული. თქვენ ახლა ჩაი ახსენეთ, ბატონო, ჩაი რომელიც იყო ჩვენი ქართული ჩაი, განთქმული ჩაი. და ძალიან მაგარი. თითელი დასავლეთ საქართველოს ფაქტიურად ამ ჩაის წარმოებაში იყო დაკავებული და რა დაემართ ამ ჩაის და როგორ მოხდა ამ ჩაის ესე იგი ასე გაქრობა ამ ხელა ფართობებიდან. ჯერ мотиваცია რა იყო? თითქოს ცეილონისა და ინდური ჩაი, რომელიც იყო ესე იგი იქ კომპონენტი როგორც ნახევარფაბრიკად იცით თქვენ რომ საქართველოს ჩაი გადიოდა და იქდებდნენ. მე ეს ხო ყველაფერი, ესე იგი წარმოების კონკურენტი, შენ არ უნდა იყო კონკურენტი რა. შენ თუ ევროკავშირი ვარ, მე ან ნებისმიერი დაინტერესებული საყოველთაო კონკურენტი უნდა ეკონომიურად შენ უნდა გამოგითხარო საფუძველი, რომ შენ ეს ვეღარ წახვიდე, ვეღარ გაძლიერე. იცით რა არის, მე მახსოვს და დამოკიდებული გახდე ჩემზე. მახსოვს 90-იან წლებში რაღაც უცხოური კომპანია ჩამოვიდა ჩაის განვითარების მიზნით. დიახ. და ამ უცხოურმა კომპანიამ თითქოს ფაბრიკა ქარხნების ააშენა, მაგრამ სადააშენა მთლიანად დაკეტა ესა და დანგრევის პირას არის ეხლა თუ სადიაშენა. ამან როცა გააკეთა მონოპოლიზაცია მთლიანად აი მთელი ჩაის ინდუსტრიის და თითქოს უნდა ეწარმოებია მას ჩაის საქართველოში და ფაქტიურად უნდა გაეუნჯობესებია მდგომარეობა, პირიქით გააკეთა ჩაი მოსპო, გაანადგურა და შემდეგ გავიდეს კომპანიას ქვეყნიდან. კი ბატონო, გეთანხმებით და იმიტომ რომ ეს მიზანმიმართულად იყო გაკეთებულია. იმიტომ რომ შენ მომსახურების სფეროში უნდა გადასულიყავი და ის პატრონობდა. ეს ტენდენცია ეს იყო ყველაფერი. ჩვენ ესე გამოდის რომ ჩვენ ქვეყანას ვერ პატრონობს და პატრონობს სხვა და რომელიც შენ გვერდზე გაქცევს. ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის. გადახედეთ ეხლა ანუ არიან უცხოური კომპანიები, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში, შემოდიან თითქოს და იმ კუთხით და იმიზით, რომ თითქოს მათმა უნდა განავითაროთ სხვადასხვა დარგი ქვეყანაში, მათ შორის ეს ჩაის კულტურა, მარცვლეულის კულტურა, სოფლის მეურნეობის კუთხით და ასევე სულფეხა პირუტყვის მეცხოველეობა, მოსაქონლეობა. ამას ესე იგი ესენი ამის მონოპოლიზაციას აკეთებენ, ესენი ანადგურებენ ამას ყველაფერს და მე გადიან ქვეყნიდან. ეხლა გეტყვით კიდევ ერთ მაგალითს. ეხლა ხანს იყო ძალიან დიდი დაპირისპირება მეცხვარეებსა და ფაქტობრივად სახელმწიფო სტრუქტურას შორის. დიახ. ქვემო ქართლში, რუსთავთან ახლოს. დიახ. ეხლა რაზე? მეცხვარეებს ყავთ 2000-5000 სული ცხვარი, რომელიც ესე იგი იალაღები უნდა გამოიცვალოს საზავთრო და საზაფხულო რა და მიყავთ წალკის მხარეს, ანუ ტრიალეთში უნდა გადაიყვანონ ახლა საძოვარზე რა. მაგას ზაფხულის საძოვარი ქვია რა. და წარმოიდგინე, როდესაც მოუახლოვდნენ ესე იგი რუსთავს, ვეღარ წავიდნენ, იმიტომ რომ ადრე კანონში ესეთი რამე იყო. ტყის ფონდის მიწა. ჯერ იყო კატეგორიების მიხედვით სასოფლო, სამეურნეო, ტყის ფონდი და მერე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების იყო და პირველი კატეგორია, მეორე კატეგორია და ასე შემდეგ. იქ ბაღჩეული კულტურებისაც განგონილი და ხელშეუხლებელი იყო ტყის ფონდის მიწა, დინარის ფონდის მიწა, გადასარეკი ტრასები და ასე შემდეგ. ეს გადასარეკი ტრასები გაყიდეს.
გაასხვისეს და ახადეს კერძო სადაც რა თქმა უნდა კერძო მესაკუთრის ხელში. კერძო მესაკუთრის ხელში და რა ქნას ესე იგი აღარ გაგატარა და გეუბნება რომ შენ რომ გამოიყენოა რა უნდა გადამიხადო ამდენი იმდენი რომ ეხლა აღარ უღირს იმ ადამიანს გაგიჟდა და დაპირისპირება მოხდა კიდე კარგი რაღაც იმით მოგვარდა ეს და ღმერთმა გაუმარჯოს იმას ვინც საერთოდ ჩაერია კეთილი ნებით მაგ საქმეში რა ეს ხო ჩვენი მოქალაქეები არის რა მნიშვნელობა ქართველი აზერბაიჯანელია თუ სომეხია საქართველოს მოქალაქეა და იგივე ქართველად გზნობ იმასთან თავს მე და მისვლა გვაქვს და მოსვლა გვაქვს როგორ შეიძლება ესე შეზღუდო ადამიანი ეხლა შეხედეთ სანამ ჩვენ აი ამ პატრონობაზე და არაპატრონობაზე ესე იგი ვინ მიხედავს ის ვინც შემოვა მიხედავს სათავისოდ სანშენა აი ჩვენი გულისთვის არც არავინ გაიჯება უბრალოდ შენ თუ კი რაღაცას აი მოდი ესე ვიხმარს რა გაკაჩავ შენ ამას მომსახურების სფეროში შეიძლება მოგისაზროს რა აქ წადი ის გააკეთე ეს და ამაში გადაგიხდი თუ არა წადი სამსახურიდან აი მივიღებ სხვა და ესეთი რაღაცა და გავიხილოთ ესე პროფესია და დასაქმება. ეს ერთი კუთხით განათლებას ეხება რა. შეხედეთ. დააკვირდით. სამი ძირითადი მიმართულება არის და რომელსაც უნდა ხაზი გაუსვათ. პირველი, უმაღლესი სასწავლებლების გამოშვებას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროფესიის მიხედვით. შეხედეთ. დღეს თქვენმე თუ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიპოვით ადამიანს, ანუ კურსდამთავრებულს, რომელიც გამოდგება რუსთავის აზოტის გადამამუშავებელ ქარხანაში როგორც სპეციალისტი, აი გეუბნებით რა, საერთოდ არ გავიღებ ხმას. მე შევესწარი აი ამ ესე იგი მომენტს. მაგ კათედრაზე ვიყავი საქმესთან დაკავშირებით, სერიოზული ის მქონდა, კონსულტაციაზე მივედი უბრალოდ და მოვიდა 4 ინდოელი თუ პაკისტანელი ვის ხელშიდაც არის ახლა რუსთავის წარმოება აზოტის წარმოება და უთხრეს ხელმძღვანელობას რომ კურსდამთავრებული ან მესამე ან მეოთხე კურსის სტუდენტი რომელიც ეპროფილება რა ჩვენს ესე იგი აზოტს არა მოგვეცით რა რომ დავასაქმებთ ფულს გადავხდით პრაქტიკასაც გაევლით და მე ავიყვანთ შტატში არავინ არ არის არავინ აი პირველი პუნქტი რა არ არის უთხრეს რომ არ აქვს სტუდენტი წარმოიდგინეთ ყველაზე იურისტობა უნდა ან რაღაც უნდა ან მე ესე იგი ეზიარებიან ევროპაში ან ამერიკაში დაიხურავენ ამ ქუდს და სერტიფიკატს მიიღებენ და დამთავრებული საკითხია ეს არის პროფესიონალიზმი და შედი ქვეყნის ეხლა მეორე დასაქმების სტრუქტურას აი უნდა მივაქციოთ ყურადღება დასაქმების სტრუქტურას პროფესიის მიხედვით და ეს პროფესიას სანამ დაეუფლება ადამიანი ჯერ არის სწავლების მომენტი მე არის თეორიული კურსი უნდა გაიაროს მე გამოცდები უნდა ჩაავარო უნდა ეზიაროს პრაქტიკას პრაქტიკაში რა თქმა უნდა დედის მუცლი არავინ არ არის ისე დაბადებული შეცდომები არ იყოს მაგრამ თუ კი მე დავხვდები იქ სპეციალისტი იმას ექნება ალბათობის ესე იგი შეცდომის დაშვება ექნება ძალიან დაბალი ალბათობა შეცდომის დაშვების ალბათობა და ვასწავლი და გავზდი იმ სასურველ სპეციალისტად და მესამე მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურას ეკონომიკური სექტორის მიხედვით შეხედეთ აბსოლუტურად შეუსაბამობაშია რა შეუსაბამობაშია იმიტომ რომ აღარ დავიწყოთ შრომის კანონმდებლობაზე და კოდექსზე რა რომელიც ეხლა შეხედეთ რა არის რა განათლება ჩამოკიდებულია მხოლოდ წეგან სხვათა შორის თქვენ თქვით სხვის რეკომენდაციებზეა ჩამოკიდებული. შეხედეთ. შემოვიდა განათლების სფეროში სოროსის ფონდი. დიდი ხანი. ეხლა მე როდესაც სოროსის ფონდი ატყდა ერთი ამბავი და გადაერქვა სახელი და ეხლა ქვია განათლების საერთაშორისო ცენტრი. კი, მაგრამ რა გახდა ეს სოროსის მოცილება ამ ქვეყნიდან? მან გაშენი განათლება როგორ უნდა აკონტროლოს და სავსეა სოროსელებით საერთოდ სავსეა მთელი ინსტიტუციები, აღმასრულებელი ხელისუფლება, პოზიცია, ოპოზიცია და ხალხი მიჯერები, ესე იგი არ არის. იმიტომ რომ აი ერთ წრეზე ტრიალი, ანუ მარცხნივ, ან მარჯვნივ, არაფრის შედეგის მომტანი არ არის რა. ეხლა შეხედეთ კიდევ რა ხდება რა. რამოდენიმეჯერ ჩაატარეს განათლების რეფორმა. აი ამ განათლების რეფორმის ჩატარების მერე ეხლა ვიმკით შედეგს. აი შეხედეთ
ჯერ რა განცხადება გაკეთა რომ უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი უნდა შეერთდეს. მე ესე იგი რომ ატყდა ერთი ამბავი არა, მაგრამ ამ სპეციალისტებს საინად ადნო, შეკარგი ადამიანო, შენ საქართველოსათვის არ უნდა იზრუნო, შენ პასუხისმგებლობა რომ მოგანიჭა ხალხმა. მარტო იქ ხელი კი არ უნდა აწიოდა, რაღაცა უნდა გამოხვიდე და შენი კონცეფცია უნდა კონდეს, შენი ინიციატივა და წინადადები უნდა კონდეს და კომიტეტები იმისთვის არსებობს, იმ კომიტეტებში მონაწილეობა მიიღო ამ დეპუტატებზე ლაპარაკი ზუსტად და იქ შეიყვანეს ახლა გარიგებაში ოპოზიციური ფრთა და რაღაცები ერთიც ის ვისამსახურება და მეორეც არავინ არ იცი. ხალხი არის უყურებს ამ მასკარადს უყურებს ხალხი. იგივე რაც თემზანეთ ამ ფასებთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით კიდევ კომისია რო შექმნილი იყო, უნდა გავაუქმოთ ჩვენ ესე ნაციონალური პარტია სად არის გააუქმეს? არც ერთმა კომისიამ არ დადო შედეგი. აი მე ამაფიდაბი შემიძლია ვთქვა, არც ფასემა დაიკლო ქვეყანაში და ისევე მიმდინარეობს ამ ფასების ზრდა და არც მეორე კომისია, რომელი კომისიაც იყო შექმნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა გაესამართლებინათ. არაფერი არ გაკეთა. არაფერი არ გაკეთა და შედეგიც აგერ გუშინ ხალხმრავალი მიტინგი რომელიც ესე იგი საღამოს ესე იგი ამოხტნენ ერთი ადგილიდან ამოხტნენ ბევრი ხალხი ყავს და ეს იქნება მეორე ტალღა და რაღაც განცხადება რა ხალხი იყო აი ეს დაფინანსებული ხუთი კაციც მეტი რო ყოფილიყო აგენტურა დაფინანსებული აგენტურა კარგი მაგრამ სხვაც არა აქვს ტოინი იქ რო საერთოდ ესე იგი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი კეთება იქ რა უნდა მიხვიდე ეხლა რა არის ბატონო თემო ნახეთ მე კარგად მახსოვს და თქვენც კარგად მახსოვთ საქართველო იყო აი ესე იგი დოულათისა და ბეღელების ქვეყანა იყო რა სოფლის მეურნეობის კუთხით მიმდინარეობდა ესე იგი 24 საათიან რეჟიმში ქვეყანაში მოწეული პროდუქტისა და მოწეული ამ რომ ვიტყვი მთელი ამ სიბიდრის შენახვა რა შენახვა საცავები იყო გადანა იყო და ბარტერი იყო გაცვლა იყო და ყველაფერი ზოგს რას არ გვინდოდა სხვაგან გაქონდა კი ბატონო იყო რაღაც ხდებოდა ეგ გაცვლის ამბავში აქ ქონა საცავები იყო საცავები სადაც ინახებოდა იყო ანუ მარაგები ინახებოდა რომელიც დღეს არა ხო მაგრამ მარაგები კი არა ჩვენ ვეღარ მოყავს ჩვენი პროდუქცია ვერ მოყავს რატომ არის ეს რატო რამ განაპირობა აი ახლა აგერ შეხედეთ რა რამ განაპირობა და აგერ აი ესე იგი ისევე უბრუნდებით მაგრამ რა თქმა უნდა აბა საწავიდეთ ახლა იმიტომ რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება რომ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა და მრეწველობა გამოაცხადოს წარმოიდგინეთ და სახელმწიფომ იქ ჩადოს ეკონომიკის კუთხით ჩადოს იქ და წარმოიდგინეთ ახლა არის ერთი მუხლი იმაში რაღაცა ქვია სახელმწიფო ბიუჯეტში ამას ქვია სხვა ხარჯები გაუთვალისწინებელი ხარჯები ხო არა სხვა ხარჯები ამ მუხლს ქვია ზუსტად ხო ხო ეგ არის იქ როგორ გითხრათ იმ თავრობისაგან გაუთვლელი ხარჯების გულისთვის არის ეს მაგრამ იცი როგორ არის განსაზღვრული 3 მილიარდი რაოდენობით არის 3 მილიარდი ანუ 2016 წელთან 3-ჯერ გაზრდილია რა 3-ჯერ გაზრდილია და ეხლა რა ზემსახურება ეს ჩინოვნიკების პრემიები ეხლა მოიმატეს კიდო ხო ნუ ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის იმაზე ნუ ნახე 1000 რაღაცა უნდა დაუმატონ რა ეს ბოჭორიშვილი ძალიან მაგარი ის რომ არის რა მერე ფარული ბიუროკრატული ხარჯები რომელსაც საიდანაც უნდა იქიდან მოაბამენ ყურს პარტიული ღონისძიებები და კონცერტები ხო აბა ეს კონცერტები რომელიც იმართება იქ საიდან კი ხო კონცერტები საჭიროა მაშინ როცა ქვეყანაში გამაზღარი ხავს ადამიანი აი შეხედეთ ის ორგანიზაციები რომელიც წაგებაზე მუშაობენ ეკონომიკური გათვლებით აი იმის შენარჩუნებაზე და იმის სუბსიდირებისთვისაც არის. წარმოგიდგენია? თუ ორგანიზაცია წაგებულია, მაინც სახელმწიფო ორგანიზაცია თვითონ ის IP-ები და წაგებული და წაგებული ესე იგი უკვე ბიუჯეტის ორგანიზაცია, მაგრამ ამას სხვანაირი მიდგომა უნდა, სუბსიდირება კი არ უნდა იყოს რა.
სხვანაირი არსებობდა ადრე რაღაც ფონდები იმის ოღონდ ჩამოკიდებული კი არ უნდა იყო და ნებისმიერ საკითხზე აი რა არის ისი ასოცირების ხაჩეკულებაში რომ მიწერია ევროკავშირი რომ მოდი ერთი რეკომენდაცია ვითხრე რა გავაკეთო რა და ეგრევე მიგითითებ შენ არ იცი რა უნდა გააკეთო დამთავრდა ყველაფერი შეხედეთ ახლა კიდევ ნუ ახლა აღარ მინდა ეს 300% გაიზარდა ასეთი რამ მე არ ვიცი რა კუთხე დევს აი ამ რა კუთხით უნდა შევხედოთ ვითომე მდგრადი განვითარების სამინისტრო როგორც ეკონომიკის სამინისტროა და ნებისმიერი წინადადება დააკვირდით ეს ქრივიშვილის უწყება ნებისმიერი წინადადება ნებისმიერი მეორე წინადადება არის ტურიზმი რა ტურიზმი ხალხო რა ტურიზმი არაზოს მაქსამინისტროს რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი და რაღაც საქმიანი განცხადება არ გაუკეთებია ეკონომიკის გაძლიერებასთან დაკავშირებით რაიმე ესე იგი მნიშვნელოვანი ფაბრიკა ქარხნების აშენებასთან დაკავშირებით თქვენთვის არ იყოს რა მის ყოველთვის მათი ბრიფინგი ესე იგი ტურიზმი მეტი რა ნებისმიერ დროს დაინტერესებული სახელმწიფო, ანუ მთლიანად ევროკავშირი შეგიზღუდავს მაგ ტურისტებს დარჩები იმას. უბრალოდ ერთი პატარა აი ასანთის გაკვრა ქვეყანაში ტურისტი აღარ შემოგივა. ჯერ ერთი მოდი ესე ვთქვათ, ვინ შემოდის ტურისტები? ვინ შემოდის? ის დარწმუნებული 80% აგენტურა არის. ნებისმიერ ადგილზე დადიან ყველაფერს იღებენ, ჩადიან მერე და სპეცსამსახურები ამას ამუშავებენ. წარმოიდგინეთ, შეხედე ეხლა რა არის. არის ესეთი რამ, რომელიც ასახული არის ეროვნული ბანკის გვერდზე. საგადამხდელო ბალანსი. ეს რა არის? ყველაფერი კი რაც არსებობს საქართველოში. შემომავალი და გამავალი ეკონომიკის კუთხით და საერთოდ რაცა, ესე იგი ამის მთლიანი აღრიცხვა. მე დარწმუნებული ვარ ამას აღრიცხავენ პროფესიონალები, მაგრამ დაუკვირდით რაში არის საქმე. რომ ჩაიხედო კარგად შიგ და წლების მიხედვით რომ ანალიზი გააკეთო რა, სულ უარყოფით მაჩვენებელზე გადის. აი რაც ჩვენ დავიწყეთ ევროპის ყვირილი საერთოდ და ჩავეხსენით ესე იგი დაინგრა საბჭოთა კავშირი და აღარ გვინდა ეს რუსეთი და ეს რუსეთი ჯერ ერთი როგორ არ უნდა გამოიყენო ის პოტენციალი რომელიც რუსეთს როგორც სიმდიდრეს გააჩნია ქვეყანას რა თქმა უნდა ქვეყნის სიმდიდრე სოფლიოში ყველაზე ძლიერი ისაა კაცო რა ამერიკელები ჩვენზე გიჟები არიან რატო ეპოტიალებენ რუსეთს რატო ეპოტიალებენ რუსეთს რა თქმა უნდა ან ერთი ან ევროპა ან ამერიკა იმიტომ რომ ამბობენ პირდაპირ ღიად იძახე რომ არის დიდი ძალიან ბევრი სიმდიდრე ჩვენ ეს ვჭირდება რა თქმა უნდა და შენ აი აქ მომენტი გაქვს და ამ მომენტს რა შვები იცი იმის არ იყოს ვირი არ უნდა იყოს ტრინგები უნდა აყარო რა და წარმოიდგინე ახლა დაახლოებით ეს ბოლო 20 წელია 22 წელია უარყოფითი ბალანსი იმდენად დიდია ნების თვეების და წლების მიხედვით 31 მილიარდს გადააჭარბა უარყოფითმა ბალანსმა. დიახ. და რატო? შენ არ აქვს ნამდვილი ეკონომიკა. შენ რომ ნამდვილი ეკონომიკა და ამ ის ბალანსი, რომელიც ესე იგი დამატებით ღირებულების შემოსავალია და ეს საერთოდ ნაკადებია და რომ აკუმულირება, რომ მოხდინა, ანუ დაგროვება, რომ მოახდინო საქართველოში, უნდა გქონდეს მარაგები. და უნდა გქონდეს ნამდვილი ეკონომიკა როგორ განავითარო აი არ გაძლევს ამის საშუალებას ამიტომ არის დოკუმენტია რომელიც ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას წარმოიდგინე 22 წლის განმავლობაში 31 მილიარდი და ეს გრძელდება დღეს ეს არ შეჩერებული ჩვენ ვიხდით ამას ნელ-ნელა ეს ხალხმა არ იცის ხალხს ეხლა ვერ დაძრახავ რა საიდან იცის ეხლა ჩვენაირმა ხალხმა უნდა მიიტანოს ადრესატამდე ესეთი ინფორმაცია რა გამოსავალი რა არის დიახ აი გამოსავალი რა არის გამოსავალი ეს რომ ქვეყანაში ჩვენ ქვეყანა ფეხზე დადგეს დიახ ჩვენ უნდა მართავდეთ ნამდვილ ეკონომიკას
და უნდა ვიცოდეთ მისი საფუძველი. არ არის, ეს დოკუმენტი არ გალევს, მაგის გაკეთების საშუალება. მაგრამ დაუკვირდით, ჩვენ უნდა მივიღოთ ხალხმა გადაწყვეტილება, რომ სვლილება მოხდეს საერთოდ ასოცირების ხელშეკრულებაში, ან საერთოდ გაუქმდეს ის. და რაც არის საერთოდ ფორმატები. მე ახლა ნამეტანი მოხარული არა ვარ სხვადასხვა ფორმატებში გაერთიანების, მაგრამ ის ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან, რომელიც შენი ქვეყნის ეკონომიკას წაადგება, ჩინეთთან, თუ კიდე ევროკავშირთან, თუ კიდე ამერიკის შეერთებული შტატებთან, ეს უნდა იყოს მოქნილი და შენ უნდა იზრუნო მარაგების შექმნაზე. კი ბატონო. აი წეღან ახსენეთ თქვენ ის მარაგები ზუსტად და ეს არის გამოსავალი. მაგრამ დაუკვირდით მარაგებს კი არ ქმნიან. აქედან მარაგი გააქვთ. ეხლა ელემენტარულად ავიღოთ ჩვენ კაზრეთის ოქროს საბადო. გადის. ხოლმე კარგი ოქრო გადის. იქ იმდენი თამდევი ლითონია გაცილებით ძვირადღირებულია საერთო ჯამში, საერთოდ ოქროზე. და იმან ზარაფხანა უნდა გაიაროს, აქ თბილისში არის რა, იმ ოქროს. მაგრამ ესე კი არ კეთდება. ის თითქოს საკუთარია და არავინ არ იცის. ვინმე მითხრას მოსახლეობა, რომ სად ილექება ეს საერთოდ დამატებითი ღირებულება რა. იცი რა საინტერესო რაღაცას ვამშვიდობ ბატონო თემო დავაკვირდი. მე ახლა შეიძლება ბევრმაც არ იცის ეს და უბრალოდ არ დაინტერესებულა და მე რაღაც ძალიან საეჭვოდ მომხდა თვალში თბილისის სხვადასხვა კუთხეში ინდური კაფეების გახსნა. დიახ. ეს მე მეგონა რა თავიდან ჩავთვალე რომ ნუ ახლა ინვესტიცია შემოვიდა ქვეყანაში ხსნიან კაფეებს ხსნიან რაღაც გარკვეულ იმას კვების პროდუქტების ადგილებს და შესაბამისად აქედან ქვეყანაში რაღაც გარკვეული ბიუჯეტი თანხა შედის. ეგრე თურმე ესე კი არ ყოფილა. ნახე რა ეს ინდური კონტინგენტი რომელიც შემოდის განსაკუთრებით სტუდენტები რომელიც შემოდიან ქვეყანაში ამათ აფინანსებს სახელმწიფო. სახელმწიფო ამინდა სახელმწიფო პროგრამა არის ეს. შესაბამისად ესე იგი რა გააკეთეს ახლა ამკედა თანხები რომლებიც მათ გამოყოფილია კვების პროდუქტების თავი ხომ აერჩინონ ხო მათმა ადგენენ და გახსნეს თავიანთი კაფეები და ისინი ქართულ კაფეებში კი არ შედიან და ქართულ მაღაზიებში კი არ შედიან. შედიან ისე თავიანთი მიერ გახსნილ კაფეებში და იქ ხარჯავენ იმ ფულს რომელი ფული ჩამოდის მათ კვებისათვის. გაიგე? ანუ თვითონ ერთმანეთში ატრიალებენ ამ ფულს. და წარმოვიდგინეთ, მე ეს თანხა გაედინება საქართველოს. გაედინება საქართველოს. მიდის ისე ქვეყანაში, თავის ქვეყანაში. თან ესე იგი შენი ხელშეწყობით. დიახ. ამ სახელმწიფოს ხელშეწყობით ის ფული ბრუნავს სხვაგან, კი ბატონო, სხვის ხელში, ახლა. იმის ხელშია. რო შეხედავ საქართველოში ტრიალებს, მაგრამ რო გაედინება, რო გადის. იმის ხელშია, ესევე. აი შეხედე ხა, მე რო $100 მაქვს, ხო? $100 მაქვს. მე ის კი აწევედი რაღაცა უშანგის მაღაზიაში კი არ დავხარჯე. იქ მივედი იმ ჩემი ის რომ არის იქ ჩემიანი ჩამოსული და გახსნა ის იქ დავხარჯე ეს პირიქით აქ როგორ არის აქ ჩასაფრებული არის ოღონდ სხვაგან შევიდნენ და შენთან არ შემოვლენ რა აქ ეს აშია საკმაოდ ესეც ახლა მომსახურების არა რამხელა მნიშვნელოვანია ამას ბევრი ვერ აკვირდება და ვერაფრის ნობიარე კარგია აი ესეთი მაგალითები არის ციცამოსაწევი ეს ახლა მასიურადაა თბილისში და წარმოი ნუ ახლა იქ ფერი პლეხატოვია არც კაპიკს არ ხარჯავს ინდუელი აი ამ სხვის მაღაზიაში და სხვის კაფეში მხოლოდ იხარჯებს ფული თავიანთ მიერ გახსნილ კაფეებში. ეხლა ბატონო კიდევ ერთი გამოსავალი რომელიც აუცილებლად უნდა ითქვას. დიახ, კი ბატონო. საქართველოს აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს რუსეთის ბაზარს. მე სად არის სად? სად არის გეტყვით? მე გეტყვით. ვინ ბრძოლობს? მე გეტყვით. ვინ მუშაობს მაღაზე? აი წეღან ვახსენეთ საგარეო საქმეთა მინისტრს რომელიც არანაირ განცხადებას არ აკეთებს და ჯერ ესე იგი ართმეული ტერიტორიები აფუჭებს აბა რა შვება აფუჭებს კი არა ეგ დაუყოვნებლი უნდა გაუშვან საერთოდ და უნდა მიიყვანონ კომპეტენტური ადამიანი მე არა ვარ ესე იგი ძალით ამ ხალხის ესე იგი გაყრის მომხრე იმიტომ რომ მე ვიცი აქ ძალიან პატრიოტი ხალხი არიან იგივე ჩვენ სპეცსამსახურებშიდაც ქართველები და პოლიციაში და ყველგან ეხლა შეხებები გვაქვს ხო მე არ დავასახელებ სახელმწიფოებს იმიტომ რომ პრობლემა შეექმნება იგივე მასშტაბლებს და იგივე მაგრამ რა არის იცით საქართველოს გენაცვალე დაამგვანეთ სახელმწიფოს თუ ზიხართ მან და აგავთ პასუხისმგებლობა აღებული რა და სახელმწიფო რა არის იცით
პოლიტიკურად უნდა იყოს დამოუკიდებელი და ეკონომიკურად უნდა იყოს დამოუკიდებელი და ის სოციალური საკითხები და პრობლემები, რომელიც მოსახლეობას აქვს დღეს, არ უნდა ქონდეს განაცვალე. პირიქით, ყველა სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს სოციალური საკითხის პრობლემის წარმოშობასთან დაკავშირებით იქვე მოახდინოს რეაგირება რა. რომ მათხოვარი არ გახადო ეს ადამიანი და ხელი არ გამოიძილოს. გიყვართ, მოგწონთ რომ აი მოდი სესხი მომეცი, მოდი ამდენი ფული და აღარ იქნება ეს გაბერილი ბანკებიც, რომელიც აზის წურველასავით ამ იმას რაღაცა ქვია და შექმენით ერთი ბანკი მაინც შექმენით ისეთი, რომელიც ცოტა კონცეფცია დადეთ და მოქმედების იგი გეგმა დაუდეთ, რომ არ უნდა არ იყოს ეს მიბმული ეს ჩვენი ისა ვალუტა იმაზე რაღაცა ქვია დოლარზე და სხვა ფულზე რა. ბატონო თემურ ჩვენ რო ამოიწურა ძალიან საინტერესო საუბრობთ და ძალიან საინტერესო რომ მეტყვი აი ესეთი ინფორმაციები მიაწოდე ახლა ჩვენ მაყურებლებს და მართლაც რომ მნიშვნელოვანია ეს რომ ჩვენ ვართ ძალიან აი მაშინ ვართ რა აი ოკუპირებული ვართ ახლა ჩვენ ამ წუთში ოკუპირებული ვართ დასავლეთის მიერ. ესე იგი ფუთავენ თემებს, რომელიც თემებს შემოაგდებენ საქართველოში, თითქოს ამ კუთხით უნდა განვითარდეს ეკონომიკური მიმართულება და რეალურად ეს არის ინვესტორი არის და არც ბიზნესმენი არის. ეს არის დივერსანტები შემოდიან ქვეყანაში, გინგრევენ ქვეყნის ეკონომიკას და ბატონდებიან ისინი თვითონ. ერთი უნდა ვთქვა ბატონტრის და მომეცით ერთი წუთი რა. აუცილებლად უნდა მოხდეს რიგი ობიექტების და რიგი ადგილების ინვენტარიზაცია უნდა მოხდეს და მისი ნაციონალიზაცია. აი მე პირდაპირ ვიტყვი რომ ეგრეთ წოდებული ლუგარის ლაბორატორია, მისი ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს აუცილებლად. იმიტომ რომ ისია გადაკიდებული, აი ახლა რა უბედურობა ნახეთ. ადამიანები, რომელიც იძულებითი ვაქცინაცია და ამ იძულებითი კოვიდის დროს, ესე იგი ფულს აკეთებდნენ და ადამიანებს ესე იგი წირავდნენ ამირან გამყრელიძისა და იმნაძის თავადობით თავიანთ ბიზნესებს პატრონებდნენ და მეათი რეაბილიტაცია ხდება წარმოგიდგენიათ ხალხი რომელიც პასუხისგებაში უნდა იყოს დაჭერილები უნდა იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატებში გახედეთ რა ხდება ფაუჩი უკვე იქ დააჯინეს სადაც საჭირო იყო რა უკვე და შეიძლება დღეს თუ ხვალ დაიჭირონ რა და სასამართლოზე ტარდება რა კარგით ბატონო თემო ჩვენ კიდევ ხვესებით არა ეს იმიტომ დავამატე რომ 2 წელიწადი მე მონაწილეობდი მანდ რა ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ჩვენს მაყურებელთან ჩვენ ყოველთვის ვეწვით ჩვენს მაყურებელს სიმართლეს მადლობა რომ თქვენ მობრძანეთ ჩვენთან თქვენს მადლობა საინტერესო საუბარი გქონდათ მართლაც ეკონომიკა არის ქვეყანაში გასაუმჯობესებელი და არ გვინდა რაღაცა ციფრები და ესენი და საქართველოს ამ თითქოს და ამდენი პროცენტით გაიზარდა მისი ეკონომიკა არაფერი არ გაზრდილა კაი არის ქუჩაში ნახავთ თუ რამეა გაზრდილი მომავალ შეხვედრამდე გებშდობებით ვიფარსო ტელემაყურებელო კარგად ვანდერგულით ნახვამდის წარმატებას გისურვებთ